მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით AI Pulse Georgia-ს მომდევნო ვლოგით, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ტუტორიალით AI web ბრაუზერების შესახებ. გაიგებდით ყველა თქვენგანი, რომ ბოლო კვირებია ხელოვნური ინტელექტის web ბრაუზერებთან დაკავშირებით სრული ისტერია შეიქმნა. უბრალოდ გამალებული ომი web ბრაუზერებს შორის. დღე არ გავა, რომ რაღაცა სიახლე არ მოხდეს, რაღაცა ახალი არ გამოვიდეს, ვინმემ რაღაცა არ დაამატოს. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ყველაზე აქტუალური და ყველაზე ესეთი სუყე თემა იქნებოდა, რომ დღეს მე თქვენთვის გამეკეთებინა ვლოგი, გარკვეული ტუტორიალი web ბრაუზერებთან დაკავშირებით. თანაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ChatGPT-მ გამოუშვა საკუთარი web ბრაუზერი, რომელსაც ქვია Atlas-ი და რაღაცნაირად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ web ბრაუზერმა. ამავდროულად სხვა web ბრაუზერებს ჰქონდათ საკმაოდ დიდი განახლებები. ცოტა კი მიკვირს სიმართლე გითხრათ, მე რამდენი თვია ხელოვნური ინტელექტის გარშემო სხვადასხვა სახის კონტენტს ვქნი და რაღაცნაირად გამოგრჩა ყველას და web ბრაუზერებთან დაკავშირებით ფოკუსი არ მქონია გასწორებული. თუმცა ეს ლოგიკურად ახსნადია, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის ძირითადი მოდელებიც არ აქტიურობდნენ ამ მიმართულებით და ეს ბოლო ტრენდი გაჩნდა რაღაცნაირად და გადაეჯაჭვა აგენტურ modes, ანუ აგენტურ შესაძლებლობებს, რომლებიც არის ხელოვნური ინტელექტის მოდელებში ჩაშენებული. სანამ დეტალებზე გადავიდოდე, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. საკმაოდ დიდი ხანგრძლივი ტუტორიალი მინდოდა გამიკეთებინა და მთელი თემა მომეცვა web ბრაუზერებთან დაკავშირებით ამ ტუტორიალში, თუმცა სიმართლე გითხრათ, მე გადავიფიქრე, რადგანაც ჩავთვალე, რომ მაინც ხანგრძლივი ტუტორიალი ცოტა დამაბნეველი შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ ერთდროულად არა ერთ web ბრაუზერს, არამედ 9 სხვადასხვა web ბრაუზერს ეხება საქმე, რომელსაც ცოტა ხანში ჩამოგითვლით. მოკლედ დავიწყოთ. 25 წლის ოქტომბერი ფაქტია, რომ web ბრაუზერებისთვის რაღაცნაირად გარდამტეხ პერიოდად იქცა, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი რაღაც ერთი უბრალო დამატებითი ფუნქცია კი არა, არამედ რაღაცნაირად მთელი არქიტექტურული საფუძველი გახდა. რაღაცნაირად ხელოვნური ინტელექტის გარშემო მოხდა web ბრაუზერების აგება და მათი აქტუალურობის წარმოჩენა. ამ ახალ ტრენდამდე თუ web ბრაუზერებს შორის მთავარი კონკურენცია, მთავარი ბრძოლა მიდიოდა ჩატვირთვის სიჩქარეზე, ეხლა უკვე სიტუაცია შეიცვალა და ინტელექტუალურ შრეს დაუკავშირდა ბრძოლა, ანუ ვის უფრო მეტად ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელი აქვს და ვის უფრო მეტად ძლიერი აგენტური შესაძლებლობები აქვს ჩაშენებული web ბრაუზერის შიგნით. სანამ დანარჩენ დეტალებზე გადავიდოდეთ და უფრო სიღრმისეულად შევეხებოდეთ თემას, მოდი მიმოვიხილოთ საერთოდ web ბრაუზერების ბაზარზე რა ძირითადი მოთამაშეები ყავს. პირველი ახლად გამოსული ChatGPT Atlas-ი, მეორე დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელის Perplexity-ს ბრაუზერი Comet-ი, რომელიც ივლისში გამოვიდა, თუ რამე არ მეშლება და 2 ოქტომბრიდან უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა უფასოდ. თუკი მანამდე ფასიანი ვერსია არსებობდა. შემდეგი ეს არის Google Chrome-ი, რომელიც Google-ისაა და თავისთავად მოგეხსენებათ, რომ თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელი Gemini ჩააშენა შიგნით. შემდეგი ეს არის Microsoft Edge-ი, რომელსაც ხვდებით, რომ არის Microsoft-ის web ბრაუზერი და ჩაშენებული აქვს მისი ხელოვნური ინტელექტის მოდელი Copilot-ი. შემდეგი დიდი მოთამაშე ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ყველაზე მისაღები web ბრაუზერი, რომელსაც რეალურად ვიყენებ მე ყოველდღიურობაში. ეს არის Brave-ი, რომელშიც ჩაშენებულია ხელოვნური ინტელექტის მოდელი Leo AI. შემდეგი მოდელი ეს არის Genspark AI, რომელიც ჩინურია და თავისი სპეციფიკა გააჩნია, რომელსაც განგიმარტავთ ცოტა ხანში. შემდეგი დიდი მოთამაშე არის Opera, რომელიც ყველა თქვენგანისთვის ნაცნობი იქნება ჩემი აზრით და თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელები აქვს, ორი სხვადასხვა პაკეტი აქვს, ერთს ქვია Aria, ხოლო მეორე არის ფასიანი პრემიუმ პაკეტი, რომელსაც ქვია Neon-ი უკვე და საკმაოდ საინტერესო და კომპლექსური საკითხია Opera-ს განხილვა ამ კუთხით და გრჩება ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც აუცილებლად უნდა აღნიშნოს. პირველი ეს არის Mozilla Firefox-ი, რომელიც ჩემი აზრით ასევე ყველა თქვენგანისთვის ცნობილია და გრჩება ბოლო ვარიანტი, ეს არის DuckDuckGo, რომელიც ასევე საკმაოდ საინტერესო web ბრაუზერია და მოითხოვს განხილვას. ამ 9 მოთამაშის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობენ სხვა web ბრაუზერები, უბრალოდ ჩვენ არ მიმოვიხილავთ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რადგანაც ჩემი პირადი მოსაზრებით ეს 9 web ბრაუზერი არის ყველაზე აქტუალური და ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველად. ერთ რაღაცას დაგიკონკრეტებთ აქედანვე. ამ კონკრეტულ ტუტორიალში მე ტესტების დონეზე განვიხილავ 2 web ბრაუზერს. ეს არის ChatGPT Atlas-ი და Perplexity. თუმცა სანამ ამას დავიწყებდე, მინდა 2 სიტყვა გითხრათ თითოეულ ამ 9 web ბრაუზერთან დაკავშირებით, რადგანაც ახლა თუ ChatGPT-სა და Perplexity-ს განვიხილავ ამ კუთხით, შემდგომ ტუტორიალებში მე აუცილებლად დავგეგმავ და
ამ 9 მოთამაშიდან უკვე შემოგთავაზებთ სხვა წყვილის განხილვას. მაგალითად, ერთ ტუტორიალს დაუთმობ აუცილებლად Microsoft Edge-ის Copilot-ისა და Google Chrome-ის web browser-ის განხილვას, რომელშიც Gemini-ია უკვე ჩაშენებული და ეს ორი როგორ კონკურირებს ერთმანეთთან. და ასევე სხვა ძალიან საინტერესო ვარიანტებს შემოგთავაზებთ შემდგომ ტუტორიალებში. დავიწყოთ ძალიან მოკლე ორი სიტყვით განხილვა თითოეული ამ მოთამაშის. ChatGPT Atlas-ი, როგორც გითხარით, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და მთავარი ფუნქციონალი, მთავარი უპირატესობა, რის შექმნასაც ის ცდილობს, ეს არის agent mode, ანუ აგენტურის შესაძლებლობები და ავტონომიურობა. ასევე ChatGPT-ის ეკოსისტემასთან სრული ინტეგრაცია, რითაც ცდილობენ, რომ განავითარონ საბოლოოდ web browser-ი, რომელსაც ექნება ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა და ავტონომიურად შეასრულებს მრავალსაფეხურიან ამოცანებს. შემდეგი ბრაუზერი ეს არის Perplexity-ის ბრაუზერი, რომლის სახელია Comet-ი და ეს ბრაუზერი ორიენტირებულია სწორედ იმ მთავარ მახასიათებელზე, რაზეც ზუსტად Perplexity-ის ხელოვნური ინტელექტია ორიენტირებული. ანუ სემანტიკურ ძიებაზე, ცოდნის აღდგენაზე და ციტირებულ პასუხებზე. საკმაოდ ძლიერი ბრაუზერია და დღეს განვიხილავთ ამას და ჩაუყრმავდებით თუ როგორ შეასრულებს ჩვენ მიერ მომზადებულ ტესტებს. შემდეგი ბრაუზერი ეს არის Microsoft Edge-ის ბრაუზერი, რომელიც Chromium-ის ბაზაზეა შექმნილი. Chromium-ი წარმოადგენს open source პროექტს, რომელიც Google-ს ეკუთვნის და თითქმის ყველა ბრაუზერი 90% ზუსტად ამ open source პროექტია დაფუძნებული და ამასაც ორიოდე სიტყვით განვიხილავთ ცოტა ქვემოთ. ეს ბრაუზერი ძირითადად ორიენტირებულია და ძირითადი ღირსება ის წარმოადგენს ამ ბრაუზერის, რომ არის Microsoft 365-ის ეკოსისტემაში სრულად ინტეგრირებული და ვინც მუშაობს Microsoft 365-ის ეკოსისტემაში, ძალიან კომფორტულია, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის მოდელის Copilot-ით მუშაობა ამ სისტემაში და ასევე ამ ბრაუზერის გამოყენება, რადგანაც ერთიანი სივრცეა და რაღაცნაირად მარტივდება სხვა ყველაფერი, როდესაც ერთ ეკოსისტემაში ხარ მოქცეული. შემდეგი web browser-ი ეს არის Google Chrome, ანუ ლიდერი, ანუ ბაზრის დომინანტი ტიპი, რომელსაც ჯერჯერობით ვერც ერთი სხვა web browser-ი ვერ ეწევა და Google ეტაპობრივად, ჭკვიანურად, ეშმაკურადაც კი ცდილობს Gemini-ის ინტეგრირებას Google Chrome-ში მრავალჩანართიანი კონტექსტისა და ძიების გაუმჯობესებული ფუნქციებით. და ასევე, როგორც Microsoft Edge-ის შემთხვევაში, Google Chrome-ის შემთხვევაშიც ის ღირსება გვაქვს, რომ არის მთლიანად Google-ის ეკოსისტემაში ინტეგრირებული Google Workspace-ში და ეს ბევრ რაღაცას ამარტივებს. შემდეგი ბრაუზერი ეს არის Brave, ანუ ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე საყვარელი ბრაუზერი, თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელით Leo AI-ით, მთავარი ღირსება და მთავარი რაც გამოარჩევს ამ web browser-ს არის პრივატულობა, რეკლამების აკრძალვა და ჩვენი პირადი მონაცემების მაქსიმალური დაცვა, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და თემა. ასევე სისწრაფე, რაც მართლაც ძალიან კარგი აქვს და შემდეგ ტუტორიალებში აუცილებლად ღრმად და საფუძვლიანად განვიხილავ და ავხსნი და გიჩვენებთ თუ რატომ მომწონს ზუსტად ეს ბრაუზერი. შემდეგი web browser-ი ეს არის Genspark AI, რომელიც ითვლება რომ არის აგენტური ბრაუზერი და კონკურენციას უწევს ChatGPT-ის Atlas, Perplexity-ის Comet-ს, ესეც Chromium-ისა და Brave-ის პროექტებზეა დაფუძნებული და მთავარი გამორჩეული თვისება რაც გააჩნია, ეს არის ის, რომ მხარს უჭერს ლოკალურად, თუ კი გადმოვწერთ 169-ზე მეტი ხელოვნური ინტელექტის open source მოდელით სარგებლობას, მათ შორის ინტერნეტის გარეშეც, რაც გარკვეულწილად საკმაოდ კომფორტულია ბევრი ადამიანისთვის. ასევე ითვლება, რომ პრივატულობაა ამ web browser-ის ღირსება, რადგანაც ლოკალურად შეგვიძლია ბევრი რაღაცის გაკეთება, თუმცა მე თუ მკითხავთ პრივატულობას ჩინურ არც ერთ მოდელთან არაფერი არ ესაქმნება. შემდეგი ბრაუზერი ეს არის ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი ბრაუზერი, ძალიან დიდი ხნის ბრაუზერი Opera, რომელიც როგორც გითხარით, რომ ორი სხვადასხვა ტიპით არის წარმოდგენილი, ეს არის უფასო Aria AI და პრემიუმ აგენტური ბრაუზერი Opera Neon. Opera ცდილობს, რომ აგენტურ ბაზარზე მოიკიდოს ფეხი და თავისი სიტყვა თქვას ამ მიმართულებით. ამაზეც შემდგომ ტუტორიალებში ერთ-ერთ ბლოგში აუცილებლად ვისაუბრებ თუ რას წარმოადგენს რეალურად და საით-მიდიან რას აკეთებენ. შემდეგი web browser-ი, ესეც ჩემი აზრით ყველასთვის ცნობილი web browser-ია, ეს არის Mozilla-ს Firefox-ი, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტია Google-ის Chromium-ის open source პროექტის, რადგანაც ეს ბრაუზერი სულ სხვა პროექტზეა დაფუძნებული, რომლის სახელია Gecko და
საკმაოდ ძლიერი ვებ ბრაუზერია, ბევრი სხვადასხვა ფუნქციონალით. ხელოვნური ინტელექტს რაც შეეხება Perplexity-ს ხელოვნური ინტელექტის ძიების მოდელს იყენებენ და მთავარი პრიორიტეტი რაც გააჩნია ამ ვებ ბრაუზერს არის პრივატულობა. პრივატულობის მაქსიმალური უზრუნველყოფა და ასევე ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ არ ვიყოთ ყველანი Google-ის დომინანტობის ქვეშ მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი open source პროექტია, Google-ის Chromium-ი არ შეიძლება ყველაფერი მასზე იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული. და ბოლო ვებ ბრაუზერი ეს არის DuckDuckGo, რომელიც ასევე პრივატულობისკენ მიისწრაფის და მთავარი ღირებულება, რასაც აწვდის საზოგადოებას, ეს არის პრივატულობა და ეს ვებ ბრაუზერი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებს ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ მრავალ სხვადასხვა AI მოდელთან სრული ანონიმურობის დაცვით. მოკლედ, შევაჯამოთ. ბაზარი იყოფა სამ ძირითად ფილოსოფიად. პირველი, ეს არის ახალ ხელოვნური ინტელექტის აგენტურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული ვებ ბრაუზერები, რომლებიც მიისწრაფიან ზუსტად ამისკენ, რომ განავითარონ იუზერებისთვის აგენტური შესაძლებლობები, ანუ რომ ვებ ბრაუზერმა თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელით შეძლოს მომხმარებლისთვის მრავალსაფეხურიანი ამოცანების შესრულება, მაგალითად რაღაცის დაჯავშნა, მაგალითად შოპინგი, ფორმების შევსება, კვლევა და ასე შემდეგ. ამას ტესტების დროს აუცილებლად განვიხილავთ თუ რას ეხება საქმე. ეს ფილოსოფია პირდაპირ კონკურენციას უწევს და არა თუ კონკურენციას უწევს, არამედ ემუქრება ტრადიციულ საძიებო სისტემაზე დაფუძნებულ ვებ ბრაუზერებს, ანუ Google, ანუ Microsoft. მეორე ფილოსოფია ეს არის ასისტენტური ვებ ბრაუზერები, რომლის განვითარებასაც ცდილობენ Microsoft და Google. და არა მარტო ასისტენტური, არამედ ეკოსისტემასთან ღრმად შერწყმული ვებ ბრაუზერები. მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში როგორც Microsoft-მა, ასევე Google-მა რაღაცნაირად კონკურენტული დიდი უპირატესობა მოიპოვეს ყველა სხვა დანარჩენის მიმართ და თავისი ძალიან ძლიერი მონოპოლიური ეკოსისტემები ჩამოაყალიბეს. და ზუსტად ამას ცდილობენ, რომ ვებ ბრაუზერები განავითარონ თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელებით, რომელიც ასისტენტინგს გაუწევენ მომხმარებლებს და ეკოსისტემასთან იქნებიან Google-ისა და Microsoft-ის სხვა პროგრამებთან შერწყმული და რაღაცნაირად გააადვილებენ იუზერების მუშაობას. ყოველ შემთხვევაში ცდილობენ ამას ძალიან მძლავრად და ყოველდღიურად აუმჯობესებენ თავიანთ შესაძლებლობებს. და მესამე ფილოსოფია, ჩემთვის ყველაზე მოსაწონი და ყველაზე მისაღები ფილოსოფია. ეს არის ვებ ბრაუზერების ფილოსოფია, რომ შექმნან ყველაზე პრივატული სივრცე, მომხმარებელზე ორიენტირებული, სპეციალიზირებული და მონაცემების დაცვაზე სრულად ორიენტირებული ვებ ბრაუზერები. როგორიცაა Brave, როგორიცაა DuckDuckGo, როგორიცაა GenSpark AI, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვფიქრობ, რომ თლად კონფიდენციალურია და Mozilla-ს Firefox-ი. და ვებ ბრაუზერების მიმოხილვა რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია გამოვყოთ ერთი მთავარი დადებითი მხარე და ერთი უარყოფითი მხარე, რაც ფაქტობრივად ყველა ბრაუზერს ეხება. დადებითი მხარე ის არის, რომ ვებ ბრაუზერების ასე განვითარებით, AI-ის ჩართულობით, AI აგენტ მოუდების დამატებით, დასაქმებული ადამიანების პროდუქტიულობა 30-50%-ით იზრდება. ეს არის კვლევის შედეგები, რომელსაც სიმართლე გითხრათ, მე მთლად არ ვეთანხმები, ჩემი აზრით ცოტა გადაჭარბებულია. მე ვფიქრობ, აი ჩემი ზედაპირული დაკვირვებით, რომ ალბათ ჯერჯერობით რაღაცა 10-20%-ს ეხება საქმე, რაც უმჯობესდება, იმიტომ რომ რაღაცა ახალი ინოვაციას გარკვეული დრო სჭირდება, რომ რაღაცნაირად ადამიანება აითვისონ და პროდუქტიულობაში აისახოს და უარყოფითი მხარე ეს არის ზუსტად მონაცემთა დაცვა, პრივატულობის სრულად დაცვა და prompt injection-ი. რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ვებ ბრაუზერებში შესაძლებელი ხდება, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანებმა განახორციელონ მავნე კოდის შეყვანა ვებ გვერდებზე დამალული ინსტრუქციებით, რისი საშუალებითაც შეიძლება AI აგენტები აიძულონ ჩაიდინონ არასანქცირებული მოქმედებები. და როგორც დაგკვირდით, ორიოდე სიტყვით მიმოვიხილავ ღია კოდის, ანუ open source-ის, Google-ის, Chromium-ის ვებ ბრაუზერის პროექტსაც, რაზეც რეალურად თითქმის ყველა თანამედროვე ვებ ბრაუზერია დაფუძნებული და ეს წარმოადგენს არქიტექტურულ ძირითად საფუძველს და ნამდვილად ღირს, რომ პირველივე ასეთ ვლოგში განვიხილოთ ეს საკითხი. არა ძალიან ღრმად, შემდეგ უფრო მეც ვილაპარაკებთ ამაზე შემდგომ ვლოგებში, თუმცა ორიოდე სიტყვით მოდი ესეთ მიმოვიხილოთ. თავარი, რაც Chromium-ის ვებ ბრაუზერის პროექტს გამოარჩევს, ეს არის მრავალპროცესიანი არქიტექტურის ქონა, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ანუ ერთი ჩანართის გათიშვა ვებ ბრაუზერში არ ანგრევს მთლიანად მთელ პროცესს და უსაფრთხოებას, ანუ არსებობს იზოლირებული პროცესები. ეს open source მოდელი იყენებს ორ ძირითად ძრავას, Blink-ის რენდერინგის engine-ი, რომელიც ვებ გვერდების გამოსახვისთვის არის აუცილებელი და მეორე V8 JavaScript engine-ი, რომელიც ძალიან ძლიერი engine-ია და მაღალ სიჩქარიან შესრულებას უზრუნველყოფს. ეხლა ჯამურად რომ გითხრათ, ეს რო ძალიან დეტალურად განვიხილოთ, ძალიან შორს წავალთ.
ვერ ვიტყვით, რომ Google Chrome-ს ძალიან კარგი სისწრაფე აქვს და ძალიან მისაღებია ამ მხრივ. თუმცა, მარტო სისწრაფეზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. იმდენად სტაბილური open source კოდი და სტაბილური მოდელია, რომ ჯერჯერობით ამდენი წელია, 2008 წლიდან მოყოლებული, ფაქტობრივად ვერავინ სერიოზულ კონკურენციას ვერ უწევს, გარდა როგორც მოგახსენეთ Mozilla Firefox-ის Echo მოდელის, რომელსაც ეყრდნობა ის. წარმოიდგინეთ, რომ რაც ჩამოთვალეთ ChatGPT Atlas-ი, Perplexity-ის Comet-ი, Brave-ი, აბსოლუტურად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი web ბრაუზერი, გარდა Mozilla Firefox-ისა, ეყრდნობა ზუსტად ამ open source models. დასკვნები თქვენ თავად გააკეთეთ, რამდენად ძლიერი და რამდენად მასშტაბური პროექტია.